დავარქვათ ეპიზოდი მეორე? კი, ეპიზოდი მეორე. ეპიზოდი მეორე გორგილაძის ქუჩა. რომელსაც ადრე ერქვა საბჭოეთის დროს გორკის ქუჩა და ეს მაქსიმ გორკი იყო რუსი მწერალი და ამიტომ საქართველოში ზოგადად და კონკრეტულად ბათუმში ძალიან ბევრი რუსული გვარის ქუჩა გვაქვს. ასე ვიყავით მიბმული. სხვათა შორის გორკი ცხოვრობდა ბათუმში. და ამიტომ დაუდეთ პატივი. რუსთაველის და თავდადებულის თავდადებულის კვეთაში რომელიც დღეს და აქ იდგა აი აქ ხელმარჯვნივ მუზეუმის სკვერში იდგა გორკის ბიუსტი. პეშკოვი იყო გვარა და გორკი დაერქვა. ეს შენობა ეხლა ჩვენ მარცხნივ სამსართულიან შენობას ვხედავთ შოთა. ეს სამიანი არა ორიანი იყო. ორიანი იყო თავის ძროზე. ეხლა ახალი ის არის მესამე სართული ეხლა დაამატეს, სულ რამოდენი წელს დაამატეს და რა შენობა იყო ადრე შოთა? აი ეს იყო საქალაქო სასწავლებელი, ასე იყო. აჰა. და ახაც აქვს საგანმანათლებლო. ახლა საგანმანათლებლო და იქამდე რაღაც კოლეჯი იყო. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი დღეს. სადაც მე ვასწავლედი 7 წლის განმავლობაში, ოღონდ არა ამ შენობაში და როგორც ამ შენობაში გადმოვედი დილით რომ მოვედი 9 საათზე, დერეფანშივე დამახვედრეს რომ თქვენ უკვე განთავისუფლებული ხართ და ყოველი თანამდებობიდან და მოუწეელდა წამოვედი და რამდენიმე წელი გასული არის. ხო, მინდა იცოდეთ თქვენ, ვისაც გესაუბრებთ აქედან, რომ ამ პერიოდში, ამ ეპოქაში ცხოვრობთ რა, ისინი ვინც სამშობლოს რაღაცებს ვაკეთებთ მართლა გულწრფელად და მთელი მონდომებით და რაღაცა ისე იდეებით, ხო? ასეთ ადამიანებს ვდევნია. იმედი მაქვს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ამ სიტუაციაში, ასეთი სიტუაციაში ცხოვრება და მუშაობა. სხვათა შორის არა იმიტომ რომ თქვა მე მეხებოდა პირადად, რამდენიმე წლის წინ გამომაძევეს ძეგლების საბჭოდან. ანუ ძეგლების დაცვის საბჭოდან, ანუ ეს არის სტრუქტურა, რომელიც ცდილობს დაიცვას ისტორიული ქალაქი, ანუ ისტორიული განაშენიანება, შენობები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ვიცავდი, აი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის გამომაგდეს, სადაც 8 წელი მუშაობდი უხელფასოდ. ხوار ჩამოთვალო ბარემ იმ ადამიანების სახელი გვარები, საბჭოს ნაწილში ვინ ანგრევს ქალაქს და ვინ ძალად მომავალში შეუწყოს გარკვეულ რამოდენიმე წელი განმავლობაში ადამიანების ქუჩა სახელობის იცოდეთ აქედანვე ხო ესენი ანგრევდნენ ამ ქალაქს აბა შოთა გითხარი ვინ შეიძლება ვინ არიან ზაურ ახვლედიანი ეს ერთ-ერთი ხო ზაურ ახვლედიანი ამ დროს ახლაც ამ წუთასაც არის სააგენტოს არ ვიცი რა თანამდებობა აქვს იმიტომ რომ გონი რომ ზაურ ახვლედიანი ახლა არის ზაურ ახვლედიანის მოვალეობის შემსრულებელი გაურკვეველი წარმოადგენია ზაურ ახვლედიანი და იმ საბჭოს წევრები როცა მე იქ ვიყავ იმიტომ რომ იმდენად დახშული სისტემა არის ახლა იქ ვინ არის რა არის ვინასაც ეს ხედავთ აი მაგალითად ყველაზე საეტაპო ამ ქალაქში ბულვარში რო ააშენეს რაღაცა გიგანტური корпуსი რომელიც ძალიან მძიმე ჩარევარი და მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული შემიძლია თქვა ეს არის იქნა დარღვეული ჯამში ეს არის ვინც ამაზე მოაწერა ხელი ეს არის კაკო ძნელაძე რომელიც 2 დღის წინ მოუხსნიათ კულტურის მინისტრის ქუჩაში ჩხუბა ქუჩის ბიჭივით ხო ეგ არ ვიცი რატო მაგრამ ამ თანამდებობაზე რო არ იყოს და საერთოდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ ადამიანზე ამაში დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ მას მივახცევთ და მალე კიდე ტარიელ ტუსკია ერმილე მესხია ზვიად გურჩულაძე ხალვაში როგორც რა ქვია დამოუკიდებელი სახელი კიდე ვინ იყო ახ ვინმე არ გამოჩეს ვიკა ხალვაში კი ბატონო ისტორია ხალვაში გული არ დაწყეთ ვინმე არ გამოჩეს კიდე ვინ იყო ლაშა ჟღენტი მგონი ერთის აქედან შოთა შეიძლება ჩამოთვალე რამოდენიმეს პირადად კარგად ვიცნობდი და ბევრი წლების უკან მე როცა სამინისტროში მუშაობდი გარკვეულწილად პოზიტიური რაღაცა ცნობადობა ქონდა ქალაქში თუმცა
კოცების მოსვლის შემდეგ მასიურად იცვლება მოცემულობა ამ მხრივ და შესაბამისად ეს ადამიანებიც კონვერტირდებიან და მომავალ საქართველოს რო უთხრათ, კოცები ჩემთვის არის იგივე პრორუსი საზოგადოება, პრორუსების რაღაცა ნაწილი და მემკვიდრეები არიან. მემკვიდრეები, ხო. თუმცა გრევაზე როცა ვსაუბრობ, წინა ხელისუფლება არ დაგვაუწყეს იგივე პოსტის შენობაში. ეს არის გორგასალის ქუჩა. გორგასალი იყო ჩვენი მეფე მეხუთე საუკუნეში, გორგასალი. რომელიც ღალატით მოკლეს ფოთაშორის. აი ეს არის მესამე საჯარო სკოლა გამიორეთ და მე მგონი ესე ძველი შენობაა, ხო შეკა? არა მგონი, საბჭოთა პერიოდის. ნუ ახლა ძველს რას უწოდებთ, გააჩნია რა ვიცი. მე იმას აკისვრა ხო რომ ძველის გაგება. აი ახლა ვისაუბრებ შეკა. მე ვარ ახალგაზრდა. შენ ბოუში. თვითმყოფის ოჯახში თვითმყოფის იარაღზე არ საუბრობენ თუ როგორ არის ნათქვამი ჩემთან ასაკზე ახლა აიცდა მე. არა რა არის ძველს ვინ რას უწოდებენ რაღაცა. სხვადასხვა სამკუთხედს შემორჩენილი არა. მე რომ მახსოვს თქვა მისი აშენება უბრალოდ ძველად არ თვლი ამაში არის საქმე რა. ძველი არის ეგრე რო იყო ადრე. ხო, გასაგებია. და რაღაცა ისეთი ის ქონდა არქიტექტურა. და ვაკ ისეთი კარგი სახლი იდგა რაღაც 20-იანი წლების 19 საუკუნის ხო. აი 20-იანი წლების ყველაზე დიდი კრიზისი გქონდა მაშინ მძიმე მდგომარეობა იყო და არ გვაქვს იმდროინდელი მშენებლობა ქალაქში. იმიტომ რომ ახლა ამ ქუჩაზე შუქი, ანუ მზის ნათება ძალიან უშლის კამერას ხელს, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ მარცხნივ. მარცხნივ პარკის ტერიტორიაზე. ეს არის დღევანდელი მელიქიშვილის ქუჩა. ამაღლების, ანუ ბოზლისენსკის. ნელა. იცის და მოგზდებს თავისით. ხო, ეს არის ყველაზე ძველი პარკი, აი შორს თეთრი კოლონა ჩანს, სვეტები, იქ არის შესასვლელი. იმედია ამის შეიძლება მომავალში აღარ იყოს ასეთი, არ ვიცი, მინდა რომ ისეთი რა ქვია, პარკი შენარჩუნებული მის სამყაროს ბოლომდე, მაგრამ შესასვლელმა რამდენიმეჯერ იცვალა სახე, აბსოლუტურად რამდენი მე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინის არქიტექტურის ისე. სხვათა შორის პარკში დგას აი შენობები ახლა რაც შანს. შენ მანდამენს კი არ გიხუმრია კორპუსები ჩადგან. ეს პარკი გამოდიოდა ამ ქუჩამდე, ამ დღევანდელი გორგილაძის. ეგ არ ვიცოდი საერთოდ. პარკში არის შესული ხო, როგორც საბჭოთა პერიოდში. ხო, აი არაფერი არ არის გამორიცხული, კაცო, ამათ ხელშია. მე ამ რაკურსით მოვაბრუნებ სპეციალურად, რომ პარკის ის კოლონებიც ავსახოთ, ხო, ეს შესასვლელი პარკის. ხო და ის მინდა კიდე თქვა, რომ აქ დგას ქანდაკება, ისეთი რაღაც აბსტრაქტული, არაკონკრეტული ადამიანის ფრინავი ქალიზე ბავშვის, რომელიც ლამუს რომ წაართვას თუ გამოართვას ეს ფრინავი და რატომღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ფადიმე გოგიტიძე, რომელიც იყო პირველი აჭარელი ფრინავი და ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. გადაწყვიტეს, რომ მისი ქანდაკება არის და რა ვიცი, ვინმე თუ სიცლის მერეც რატო ასეთი შეიძლება სიცლის შემდეგ იყოს ისე ვამბობ. აი ჩვენ სიმღერა გამახსენდა. არ არის ეს დაანებეთ იმ ფადიმესაც თავი და ამ ქანდაკებასაც დაანებეთ, არ არის. აქ ვინაიდან რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მოგვიწევს ეს უნივერსიტეტი, აი რაც საჩვენად ეღარ კადრმა. თუმცა პირდაპირ რომ დღევანდელი რუსთაველის ქუჩის ესე გადაღებასაც შეძლებს. კარი? ძალიან ადრეა. ჩვენ იმის გამო რომ საშინელი მოძრაობა არის, საცობები არის ქალაქში, ნუ სუნთქვა შეუძლებელია და ყველა ხეზე მანქანა არის. ჩვენ დილით ადრე ავდექით. ყველა ხეზე მანქანა. დილით ადრე ავდექით, რომ მანქანები თან დაგვეცვა რამენერად თავი და გადაგვეცვა. ქალაქში ცხოვრება უკვე ძალიან რთულია მეგობრებო. რაღაცა ლუკა პოლარი კი ანაცოს, მაგრამ მგონი არავინ არ უშ. გოგონა დგას გარეთ, ნახე? ზის. მიდია, ბაისა, შოთა, და ესე იგი. სად ვართ ახლა თქვია რომ? ახლა ვარ ჭაობის ტერიტორიაზე, უბანი გვაქვს.
ამ ქუჩას ახლა ქვია ივანე ანდრონიკაშვილი და ადრე იყო შაფათავა. ორივე ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, მინდა გითხრა. ანუ შენ გქონდა ეს რკინის თეატრის ფარგლებში ინფოგრაფიკა გაკეთებული, რომ რა ქვია მელიქიშვილის და მელიქიშვილის ივანე ანდრონიკაშვილის ამაზე ქვია ანდრონიკაშვილი. და გენერალი სტეფანოვის ერთობლივი ოპერაცია იყო ჭაობის დაშრობა. ხო? ჭაობის დაშრობა იმის რა ქვია ჟილინსკის. ანუ ამ დავიწყოთ იმით ხახნო ამბავს ჭაობს რატო უწოდებთ რატო ქვია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მართლა ჭაობი იყო. ხო, ისე იგი, სადაც უკვე 80-იან წლებიდან მე 80-იანში არის იგულისხმება თუ გამომჩა ახსნა 19 საუკუნის 80-იან წლები, ჟილინსკი იყო ასეთი სამხედრო ინჟინერი, რომელსაც დაიწყო ამისი კვლევა, ნუ ცხადია პეტერბურგთან და იქ ფულის გამოყოფასთან და აი ბაღი სადაც მე ვსწავლობ. ისა და დაიწყეს ამისი შესწავლა და აღმოაჩინეს რომ ამ ჭაობს ქმნიდა აგერ ჩვენ ახლოს მთა გვაქვს რომელსაც ბათუმ გორას ეძახიან ალბათ დღესაც ბათუმ გორა ქვია ვიცი ჩემ დროს ლენინ გორა ერქვა იმიტომ რომ ლენინის დიდი პროფილი იდგა დიდი ლითონის კონსტრუქცია რომელიც ღამით დაცდებოდა და ქარიშხალმოწა აქცია და აღარავინ აღარ აღიდგინა დადგმული არის 1970 წელს ლენინი 800 წლის ქერო უნდა გამختارიყო აი საწავლოდი რამდენადაც ხო უკან ვეღარ ხვდები მაგიდან მე მოკრაჩი მომკაჩი დამავიწყდა საიდან დავიწყე ხო და ეს ხო და ამ ჟილინსკიმ დაიწყო ჟილინსკიმ დაიწყო ამისი გამოკვლევა და დაადგინა რომ ამ თიდან ჩამონადენი წყალი თუნდაც გრუნტი ვერ იწევს და გროვდება გრუნტში და ეს იწევს სწორედ ამ ჭაობს და დაიწყო ამ მის რა ქვია დაშრობა დაიწყო იმით არხების საშუალებით და ძალიან ბევრი არხი არის გაყვანილი დღეს ბათუმიც დგას ამ არხებზე ჟილინის არხი ასე რომ ჟილინსკი იყო ის კაცი გვარა და ჩვენი მერია სიყვარული ჟილინის ეძახის იმიტომ რომ არიცის რა ჟილინი და ისა შოთა რუსთაველი ერთმანეთზე ვერ ასწორებს კაცეთი არ გაუგონია ხოდა ბევრი ქუჩა ჩვენს ქვეშ ახლა მაგალითად აგერ გვერდით უახლოესი 26 მაისის ქუჩა არის მაგ არხზე დგას რა და ამან გამოიწვია ის კი არა ეს იყო უზარმაზარი რაღაცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები როგორც ჩვენს მერიას უზარმაზარი პროექტი ცალკე რკინიგზა გაიყვანეს ამისთვის იცი ლიანდაგები და მისი ვაგონები და სხვათა შორის ლიანდაგი და ვაგონი რო ჩამოიყვანეს არ დაემთხვა ერთმანეთს თურმე ზომები და ამაზე კიდე რაღაცა ცალკე პრობლემები იყო იმიტომ რომ სხვადასხვა ზომის ვაგონი და ლიანდაგი იყო და უზარმაზარი რას ლაპარაკობ ამისი ფოტოებიც არსებობს მადლობა ხმაც არ ვიცი ვინ მაგრამ გადაიღო და ამის ფოტოების ნახვა შეიძლება როგორ ხდება ამისი და ეს ამის მერე უკვე საცხოვრებლად ვარგისი ხდება ეს ჩვენი ჭაობი იმიტომ რომ ბათუმი იმდენად სწრაფად გაიზარდა რომ აი თავის კანში ვეღარ ეტეოდა და ყველა მიმართულებით არ არის საშუალება ბათუმის გაზრის მოგეხსენებათ იმიტომ რომ აქეთ მთა არის იქეთ ზღვა არის და შეზღუდული არის დავით კლდიაშვილი მაშინელი ქალაქის თავი ხო? არა კლდიაშვილი არ იყო ქალაქის თავი არა კლდიაშვილი იყო სამხედრო რაღაცით იყო კი ჯარში მსახურობდა რა მაშინ ერქვა მიქაელ პოლკის თავარაგელოზის სახელობის გარნიზონი იყო და იქ იყო ოფიცერი შტაბს კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობაზე და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ჭაობის დაშრობასთან აქვს რამე კავშირი ვოლსკისა ჭაო არა კლდიაშვილს არა კლდიაშვილი ხო კულტურული თვალსაზრისით ერეოდა ბათუმის ცხოვრებაში ჭაობის დაშრობაში რატომღაცა შეცდომი ხალხს სამწუხაროდ ესე იგი ინტენსიურად დასახლება რომელობაში დაიწყო ბათუმში რაღაცა ისეთი ჭიდრო დასახლებები რო შეიქმნა ან ჭაობი იყო მათ შორის ერთ-ერთი ჭაობის განაშენიანება იწყება 10-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან ანუ 1912 წლის ფოტო მაქვს და აი ბათუმი შეიძლება ნახო რა რკინიგზის სადგური ჩავჭავაძის ქუჩა სადაც არის დღეს ახლა იქ TBC ბანკი არის ის რკინიგზის სადგური გაშენებული არის იმას აქეთ ანუ იმას და მთა შორის შეიძლება თქვა რომ აი არაფერი არ არსებობს
цариელია. კი არის რაღაცა მიწები აქვთ შეღობილი რაღაც ქოხები დგას აქეთ მით რა ქვია აღმოსავლეთის მხარის მუშათა დასახლება არის რომელიც მანთა შევიზდა როჩილდის და ასე შემდეგ ქარხანაში მუშაობენ მაგრამ ძირითადად цариელი შემოღობილი არის და მოყავდათ ბრინჯი მოდიოდა კარგად იმიტომ რომ ბრინჯის ნესტი უყურს და ის არის რა ქვია ბრინჯის ხანები ამის მერე იწყება განაშენიანება და ისე იქეთ ხო ზოგადადაც ვეძახით ხო აი ზღვიდან ზღვა არის ბათუმისთვის სიცოცხლე პირდაპირ გადატაცვლილი იქედან იწყება ზღვიდან მოდის ისა რა ქვია ქალაქი და საერთოდაც ახლა ცოტა უფრო შორს თუ წავალთ ისა ბათუმისში კარგად აკეთებს გადაღებას ბიჭო არ არის ცუდი ხარისხის კამერა რა ვიცი ხო წავიდეთ რა ვიაროთ ესეებზეშიც ბათუმის ჩნდება აი სადაც ახლა თამარის ციხე არის ბენზეს რო ვეძახი თამარის დასახლებას ის ვერ ვიტან ამას რა ქვია საზიზღრობას ამ ბენზეს მაგრამ ისე შემორჩა რომ ახლა მაგის წინამდე ახლა უბრალოდ სირეგნი არის თამარის ციხე ზე იყო ისა მაგ იჯდა ქალაქის თავი ისე ვამბობ თუ ესთანადობა არის ეგ არის რომელი პერიოდიცი ეს ციხე არის ეს რა ქვია ვესპასიანე კი არა ბიზანტიის ყველაზე ძლევამოსილი იმპერატორი რო იყო როგორია იუსტინიანეს პერიოდის ეგ არის მე-6 საუკუნეების ციხე არის ეგ და მაგ დროს არის ბათუმის ცენტრი მაგადგილას ყოროლის იმის გამო რომ ხო წყალს მივსდეთ ყოველთვის ცოცხალი არსებები და ყოროლის წყალი ერთვის იმას რა ქვია შავ ზღვას და მაგრამ უკვე მე-20 საუკუნის 20-იანი 30-იანი წლებით მე-19 საუკუნის 20-იანი 30-იანი წლებიდან როცა უკვე ვაჭრობა და აღებმიცემობა მიცემის მასშტაბი იზრდება მთელ დედამიწაზე გადმოინაცვლა აქეთ იმიტომ რომ აქეთ უფრო ღრმა არის წყალი და დიდი ტევადობის გემის მიღების საშუალება იყო აი სადაც ახლა დღევანდელი ბათუმი არის და ნელ-ნელა გადმოინაცვლა თქო პირველად ვიღაცამ აქეთ დააყენა გემი მერე ვიღაცამ იქ რაღაცა ქოხი ჩადგა ვიღაცამ ბუტკა ჩადგა და ჰამბურგერი გაყიდა ასე შემდეგ და ნელ-ნელა ქალაქმა გადმოინაცვლა აქეთ თორე თავდაპირველი ქალაქი არის აი ბენზელებს რო უთხრა თამარელებს თქვენ ძირძველი ბათუმელები ხართ თუ მანდამეცველი არ გამოდის ხო და შესაბამისად პირველი ქუჩაც ახლა გოგებაშვილს მე ქუჩას მაგალითად არ ვიცი იმიტომ რომ ცალი მხარე არ აქვს გოგებაშვილი უფრო სანაპიროა აი იქ ჩნდება პირველი ქუჩები წყარო ამბობს რომ დღეს ამ ქუჩას ქვია ძმები ჭილაძეების სახელი ყოფილი ელიავას ქუჩა ეგ არის პირველი ქუჩა რომელიც ჩამოყალიბდა ბათუმში პატარა ქუჩა არის ორი კვარტალი არის ხო და ეს ივანე ანდრონიკაშვილიც რომლის ქუჩაზე ახლა ვართ არის ქალაქის მეორე არჩეული ქალაქის თავი ასე არჩეული პირველი ლუკასათიანი რომ მოკვდა ეს აირჩიეს და აი ამ დროს არის ლუკასათიანმა დაიწყო და ამ დროს არის ქალაქის ძალიან ბევრი დიდი ნაწილი აშენებული რა იმდენი ისაა ჩამოთვალოთ ძალიან ბევრი რაღაცები გაკეთებული სკოლების და სასწავლებლების გახსნა ქუჩები, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია და ასე შემდეგ უამრავი და სხვათა შორის საკუთარი განცხადები დატოვა მე-3 ვადით აირჩიეს 1916 წელს საკუთარი განცხადები დატოვა ქალაქის თავის საგანძურება ქალაქის პირველმა პირმა ერთადერთი ის არის ერთადერთი მერია თანამედროვე ვასლობა კომახიძემ არ დატოვა ამან არ დატოვა რა ქვია მას ახლა ჩიქოვანმა არ დატოვა საკუთარი განცხადები ეხა სწორად უნდა ვთქვათ დაატოვებინეს თორემ მომავალ თაობებს ეგონება რომ მართლა დატოვა თავისით იმას მიზეზი აქ არის წერილი შეგვიძლია წავიკითხოთ კი არა ყველა მერს უნდა ქონდეს კაბინეტში გამოკრული ბათუმის ყველა მერს რომ ხელფასი არ ყოფნიდა ადამიანს ერჩინა ხო რა ერთი კორპუსი შადმის ნებართვა მეტი კი არ უნდა და აუიწყობდა ცხოვრებას თვითონ და მიშთამამავლობას იყვნენ ისე კორპუსი შადმისურველები ნეტა როგორ არა ხო კორპუსი რა თქმა უნდა იმ დროს ამ თანამედროვე გაგებით არ არის მაგრამ ისე სხვა ის დამახსენა შენ შენ
კი, ფილმი გაქვს აკეთებული. ქუჩების სიგანე როგორიც იყო, ან იმას მაღალი სახლი არ უნდა აშენებული. ქუჩების ხო სიგანეზე იყო დამოკიდებული. და როგორი ის იყო, ისეთი კაც რეგულაციები არის. მე მაქვს წაკითხული რამდენიმე კრებული იმის რა ქვია ანდროინდელი 1888 წლიდან როცა ქალაქს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭა ანუ დღეს ხშირად ურევენ ქალაქად გამოცხადებას ანუ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა იქამდე ქალაქის სტატუსი ჰქონდა ოღონდ საპორტო ქალაქის სტატუსი 1893 წლიდან და 1898-დან 1900 პირველ წლამდე მგონი 7 კრებული არის ასეთი გამოცემული და ისეთი კანონები წერია რომ რა შეიძლება რა არ შეიძლება იმდენი და ისე დეტალურად რომ ну რაღაცა შეიძლება დასკვენ გააკეთო რატო იყო ეს ქალაქი ასეთი ევროპული და ასეთი წესრიგი და ჰარმონია რატო სუფევდა იმიტომ რომ აი ბორდიურის ტროტუართან სიმაღლესთან შეფარდება და მის რა ქვია ფანჯრის ღიობის და რაფა და ყველაფერი და ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური არის რომ წერია რომ შენობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ქუჩის სიგანეს ანუ ქუჩაზე მაღალ შენობას ვერ დადგამდი აი ვინც არ უნდა ყოფილიყავი რა ვინც არ უნდა ყოფილიყავი დღეს კიდე არის შემორჩენილი მაგალითად ძალიან დიდარი და გავლენიანი ხალხის ერთსართულიანი შენობა აქვს ქალაქის თავი არ ქონდა საკუთარი სახლი ქალაქის თავს ლუკა ასათიან სხვის სახლში ცხოვრობდა მაგრამ ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა ბიკოვი იყო ქალაქის თავის თანაშემ მეორე კაცი დღევანდელი თოჯინების თეატრი რო არის და ერთსართულიანი სახლი აშენა იმას ახლა ფარს ფული უჭირდა და არც ნებართვა ხო აი რისამე მიღების ხო ერთ-ერთი გამონაკლისი არის მე მგონი დღეს რო ანგრევენ იმ სახლს ყოველ შემთხვევაში დაანგრიის ნაწილობრივ ეს არის დღევანდელი მერაკოსტავას და ზვიადგამსახურდია ეს კვეთა სხვანაირად როგორ აქვს ყოფილი ორჯონიკიძის და ლუქსემბურგის ლუქსემბურგის ის იმდენად ლამაზი სახლია და მაგარი და ფილმებსაც იღებენ და სოფლიო მოდერნის რუკაზე არის დატანილი აი ალასანიას კომპანია რა აი ალასანიას კომპანია რო უჭირავს და კი არ აკეთებს რა ფუჭებს და მე მგონი კუშცი გავიარე და არაფერი არ აკეთებს ეგ არის მგონი გამონაკლისი რა გიარამიშვილიდან ვიცი რა გიამიცი ზუსტად წესები და კანონები და სიმაღლეს გულისხმობს ხო სიმაღლე არის გადაჭარბებული თან კუთხის სახლი არის კუთხის სახლზე შეღავათები არის იმიტომ რომ ორი ქუჩის კვეთაში რო არის ათოლა ხდება უფრო განიერი ქუჩის ათუში სტანდარტული ქუჩები არის 12-15 მეტრის მაგრამ თუ გამონაკლისი იყო უფრო დიდი ქუჩის ქუჩაზე რო გამოდიოდა იმის სიმაღლის ითვალისწინებდა ხოდა იქ ისეთი საოცარი რაღაცები წერია რა ვიცი Python-ის მართვის წესები ეს ნახევრებული აი ლამაზი ანუ სახლი მეორე სართული დაშენებული ამაზე სანახეთ სალამაზად მოტოციკლები გვერდით შევს ამ სისტემურად ისამაშია გვერდის სახლის ძალიან ლამაზია ახლა ჩვენ ვართ გიორგი მწყინვალის ქუჩაზე საბჭოთა პერიოდში კიროვაკანი ერქვა და ვართ ამ ქუჩის დასაწყისში აი მანამდე პერიოდს პირველი რესპუბლიკის დროს ყოველთვის რა ერქვა ამ ქუჩაში პირველი რესპუბლიკის დროს ეჭვმაქრის ქუჩა საერთოდ არ იყო არ ვიცი მოკლედ ალბათ იქნებოდა მაგრამ პირველი რესპუბლიკის დროს დიდად სახელების შეცვლა მოხდა მეთქი ვერ ვიტყვი კი არის მაგალითად თბილისში მოხდა მაგალითად თავისუფლების დაარქვეს ერევანსკის მოედანს ის იმდენად მოკლე პერიოდი ჰქონდა სამწუხაროდ სამწლიან დამოუკიდებლობის დროს დიდად ალბათ არ ეცალათ ხო ანუ ასე ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარეს ძალიან ბევრი მელა ჩვენი ბრალი იყო ხო კი რომა ის მოკროდა მელა მიდიოდა ხო შეთამე და არ ვიცი ასე ქუჩის სახელი არ მახსოვს ვაბე აგროვებ იმას რამეს გადავაწყდები ან გაზეთში ან რამე წყაროში ან რამეში ვიცით ხოლმე და მე რაღაცა მინდა რა ვიცი რა უხარო არ ვიცი მაგრამ სრული არა მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს შეგროვებული რას რა ქუჩას სახელები და მინდა გითხრა რომ ამ რაღაცა ძალიან ისეთი მძიმე მდგომარეობა არის მძიმე იმ თვალსაზრისით რომ მძიმე ისტორია შობს ამ სხვადასხვა სახელებს
მაგალითად მე დაბოშიძის ქუჩის 15 სხვადასხვა სახელი მაქვს. თან მეორდება კიდეც. თან სახელი ქვია, მე არ ქვია, მე ის ხელისუფლება მოდის ინტერესების მიხედვით, ხო? ჩვენს სახელმწიფოში როგორც ჩანს რაღაცა. ისტორია ჩანს რა ქალაქის. და მე ჩუმაქროს საერთოდაც შეიძლება მსოფლიოში რეკორდსმენი იყოს სახელების რაოდენობით, იმიტომ რომ შეიძლება უფრო დიდი და უფრო ძველი ქალაქები იყოს, მაგრამ დამდგარა უცინებლობა შეცვლის. ყველაზე ცენტრალური ქუჩა, ასე ყველა ხელისუფლების ცვლილების შეძროს უცვლიან სახელი. მე ისე ხდებოდა რომ თქვა ოცმალები რომ წავიდნენ აქედან 68-ში, მე 15-ში კიდე დაბრუნდნენ, განდევნეს 18-ში კიდე დაბრუნდნენ, 21-ში კიდე დაბრუნდნენ და უცვლიან რა სახელებს, 25-ში კიდე დაბრუნდნენ. მე ბრიტანელები არიან, ოცმალები არიან, ისინი არიან კიდე რა ქვია რუსები ხო თავისთავად, მე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რო ძალიან ცოტა მოუწია, ცოტა ბათუმს ამ დამოუკიდებლობა. საინტერესოა ბრიტანული ბრიტანული მმართველობის დროს ბათუმში თუ შეიცვალა ქუჩების სახელები. ბრიტანელებმა დააბრუნეს მარია, იმიტომ რომ იქამდე იყო ოსმალები და დაარქვეს სულთან სელიმი. იქამდე მარია ერქვა და იქამდე ოსმალებმა დაარქვეს თავიდან რუმსო ხახი ერქვა, ანუ რუმის ქუჩა. ერთი რაღაცა თურქული სახელი კიდე ერქვა და მოიცეს. ამა დაარქვეს სულთან სელიმ მესამე სახელი. და ბრიტანელებმა დაარქვეს ისევ მარია. მარია რუსეთის იმპერატრიცა იყო, ანუ იმპერატორის ცოლი. ნიკოლოზ მესამის, ნიკოლოზ მეორის დედა და ალექსანდრე მეორის ცოლი. ალექსანდრე მეორის მესამის. მერია იმდენი იყვნენ. ეს ბრიტანელებს შორის სამხედრო ხელისუფლება ჰქონდათ, სამოქალაქო არ ჰქონდათ. სამოქალაქო ამ დროს ეკუთვნის დენიკენს, რომელიც წითლებთან არის სამოქალაქო ომში ჩართული რუსეთში. და აქ თავისი სამოქალაქო ხელისუფლება ყავდა, თავიანთი მერი ყავდა. და განიხილება როგორც განიხილება როგორც პარტნიორები, იმიტომ რომ რამდენადაც მახსოვს ისტორიული წყაროებიდან ბრიტანელები და ამერიკელები აფინანსებდა სამხედრო კუთხით. კი ბატონო, შეიძლება. ყავდათ რუსი მასლოვ, ვარად სახელი ერქვა პრიდადიან. ანუ ეს საშინელი სახელი. პრიდადიან მასლოვ. სამოქალაქო ხელისუფლება და სამხედრო ხელისუფლება იყო გენერალი კუკოლისი ბრიტანელი. რაღაცა შუა სახელიც აქვს. და მოიწო შუა სახელი აქვს და მოიწო. ჩვენ იდეაში უნდა გავთიშოთ ვიდეო და შემდეგი შეწერის მომზადოთ. ისე იგი რომელ ქუჩაზე? ეხლა ვიყოფით ფიროსმანის ქუჩაზე. ეს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა სხვათა შორის და ამავდროულად ძალიან დაკავებული ეგრესა ბიზი ქუჩა. სხვათა შორის ისა ქალაქის ბოლო იყო ხო აი ბრიტანული მმართველობის პერიოდში ფიროსმანის დასაწყისი. ხო, შეიძლება ამანაც განაპირობა რაღაცნაირად უცნაური მდებარეობა ამ ქუჩის, იმიტომ რომ გორკის, ანუ გორგილაძის ბოლოში მთავრდება ხო ქალაქი რაღაცნაირად, როგორც რაღაცა ურბანული სხეული და იქედან მერე კიდე რაღაც ახალი ქალაქი ჩნდება, რომელიც განაპირობა დიდი ალბათობით იმან, რომ იქ გაჩნდა ბრიტანული დასახლება. იმიტომ რომ ბრიტანელები რო იყვნენ მაშინ რა ქვია ბათუმში, იქ ააშენეს შენობები, სადაც ცხოვრობდნენ ოფიცრები და ჯარისკაცები, არ ვიცი ახლა ზუსტად რა ჩინის ხალხი ცხოვრობდა. ხელს გვიშლის მოკლედ ეს სიგნალი რა, სერიოზულად. არამშოს დაიღლება და ცნო გაჩერდება. ხო, შევა. აი წირო შენობა არის, ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც ჰქონდა პატივი რომ ესწავლა. იქ ყველა შენობაში რაღაცა შვებოდია. აქ რაღაცა კორპუსი შევდგამთ, იმედი ამ TP-ისაც, ანუ ტექნიკურ უნივერსიტეტსაც დაანგრევენ. ხო, რაღაცა იქ ერთი კორპუსი, 20 სართულიანი სახლი იყო აქ, ისე და ესეც დაუნგრევიათ. ახლა სკოლა და ინსტიტუტი უნდა დაანგრიო რა უნდა. ხო და აი აქ ჩნდება, აი ახლა გამოჩნდება ის 2 სართულიანი შენობები,
სადაც ბრიტანული გარნიზონი იყო. ხო, ეს სკოლა და ინსტიტუტი უნდა დააგრიო ადამიანებო, ეს ხო ძალიან ისე ცინიკურად. სარკასტული ნაცნობი იყო, ხო. აი გამოჩნდა თუ ჩანს კალში არის რამდენად ფართი კუთხე არის, აი ესე ორ სართულიანი კი, ჩანს. ეს ვარდისფერი შენობა. ეს არის სწორედ ბრიტანული პერიოდის, ისე მოხდა ბათუმის თავს, რომ 1918-დან 20 წლამდე ბათუმი იყო ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, ასე ითვლებოდა მაშინ. რაბეძია პერიოდები გვგავლია. ანუ ბრიტანეთის შემადგენლობაში ოკუპირებული ვიყავით, ასე რომ ვთქვათ, ბრიტანელების მიერ, მაგრამ იმ 1000 უჯიშო ოკუპანტებთან შედარებით ბრიტანელები იყვნენ ყველაზე ცივილიზებული ოკუპანტები. წარმოიდგინე შვიდად შემოვიდნენ და შვიდად გავიდნენ. ხო, წარმოიდგინე როგორი მდგომარეობა იყო, რომ საოკუპაციო ძალაზე ხოლმე ახსენებთ ხოლმე, რომ კარგი პერიოდი იყო. მეტნაკლებად რა თქმა უნდა. ხო, ანუ ოკუპაცია შეიძლება კარგი იყოს, ხო? სხვა ოკუპაციასთან შედარებით. სადაც თქვა ოკუპანტები იყვნენ ეს ახლა დასავლური სახელმწიფოები ახლა ცივილიზაცია კი არ გაანადგურეს იმ შემოიტანეს ხო ანუ ბათუმში საქართველო იყო კულტურულად მძლავრად განვითარებული ქვეყანა როცა რუსეთმა დაიპყრო ის და დაასტოპა რა ვიცი დაამუხრუჭა ჩვენი განვითარება საუკუნეების განმავლობაში ძალიან დიდი დროით იმიტომ რომ რაც ქონდა იმის ცვლილება დაიწყო, ჩვენი ავთენტიკურობის შეცვლა დაიწყო, ჩვენი ღირებულებითი შეცვლა დაიწყო. ხო, რასაც ვაიგივებდით თავისი ცხოვრების წესით, პროპაგანდით და სხვა ეს პროპაგანდა ზუსტად მაშინ დაიწყო საქართველოში. ჯერ კიდევ სანამ გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდებოდა საქართველოში, ან რესა და რუსეთს შორის, უკვე დაწყებული ქონდა ის არჩევანიც კი, რომელიც რეკომენდациამ გააკეთა მაშინ. ისიც კი უკვე იყო ნაყოფი იმისა, რა მუშაობაც მიმდინარეობდა მაშინ. ჩვენ შეგვიძლია მოვყვეთ იდეაში რა გადაიტანა ნაზიუსი მოხდა, ცოტა ჩაერთვება, მეც ჩავერთვები საბჭოთა ოკუპაციის შემდგომმა საქართველოს თავები, რომ ინტელექტუალური ელიტა გაქრა და განათლებული საზოგადოება ფაქტურად წაშალა საბჭოთა ოკუპაციამ. ხო, მაგათ მოგვიყევება ნაცნობი, მოგვიყევება. ჯერ ვინც გაასრო. ის არის პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მცდარი აზრი არის გავრცელებული, რომ ხელისუფლება გაიქცა. ну რაღაც თვალსაზრისით ეს ამბავი მართალი არის, მაგრამ როდის შეიძლება ხელისუფლებას გაქცეული დაერქვას, როცა თქვა მაშინ იყო მგონი 150 დეპუტატი, რომლისგანაც მხოლოდ 40 წავიდა ემიგრაციაში. დანარჩენი უმრავლესობა დარჩა. ხო, აი 150-დან დაახლოებით, ახლა ციფრები შეიძლება თლა ზუსტი არ იყოს, მაგრამ იმ დარჩენილიდან ყველა ან დაიჭირეს, ან დახვრიტეს ისა ვინც არის თანამშრომლა საბჭოთა ოკუპაციასთან. ზოგის არც ვიცით, ახლა ზოგი არის, რომ ტრაგედიეწია ზუსტად არ ვიცით. მაგრამ ну ახლა ალბათ რახან პირველი პირი, მაშინელი მთავრობის თავმჯდომარე და გუნდის მინისტრები წავიდნენ. ყველა არ წავიდა სამხედრო მინისტრი. რომელსაც გარანტირებული სიკვდილი ეწერა, ხო? ცხადია. თქო, ამის გამო ითვლება, რომ გაიცნენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დატოვეს. და წავიდნენ ბათუმიდან, საბოლოო წერტილი საქართველოსთან ევაკუაციით, ანუ ხაზმინდა გაუსვა. მოხდა გასვლა ბათუმიდან. ბათუმიდან და სხვათა შორის ბათუმშივე ჟორდანია ახდენდა მოლაპარაკებას ბოლშევიკების წარმომადგენელთან სერგო ქავთარაძესთან, რომელიც ციხეში იჯდა მაშინ და რომ ჩაებარებინა ხელისუფლება ამ დროს კიდევ დამატების საშინელება ხდება ბათუმში, იმიტომ რომ თბილისი როგორც კი დაეცა, ეს არის 1921 წლის 25 თებერვალი, აქ უცებ ისინი შემოვიდნენ თურქები. თურქები არ ქვია ჯერ, ოსმალები ქვიათ. დაიკავეს ბათუმი, იმიტომ რომ ისინი სულ თვლიდნენ, რომ ბათუმი მათი ქალაქია და როგორც კი აქ ცოტა წყალი აიმღრეოდა, ოსმალები მაშინვე შემოდიოდნენ და ბათუმი დაიკავეს. და ბათუმში ბრძოლები მიმდინარეობდა, ხა ჩვენ გვაქვს საფლავი თავისუფლების მოედანზე, სწორედ მაშინდელია. სხვა რასტორან ცოტა. რა თქმა უნდა, იქ არც ერთი იუნკერი არ არის.
ხო, მე ის თქვა მინდა იცი, წარმოიდგინეთ აი საბჭოთა ოკუპაცია, ხო და ერთი ფრაზა უნდა დარჩენილი ბოდიში რა. კი. ეს გვაქვს ერთადერთი საფლავი ამ ომში დაღუპულების და ეს არის ბოლო მოგებული ომი საქართველოს ისტორიაში და აგერ რა ვიცი ახლა მადლობა ღმერთს ვერ იტყვი ასე შემთხვევაში, იმიტომ რომ ახალგაზრდების და საქართველოს დაღუპული ადამიანები წვანან იქ, მაგრამ საფლავი გვაქვს და ამის გადასვენებაში უკვე გვიან 90 წელს მეც მონაწილეობრივი. ხო, ძალიან საინტერესო ისტორია, ძალიან საინტერესო მონოლოგი იყო შოთა და მადლობა შენ ამისთვის. მე ვისი თქმა მინდოდა, მე ვის თქმა მინდოდა, წარმოიდგინე როგორი აი ქართველები იყვნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, რომ აი საკუთარ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა სხვა აი რუსეთის საშუალებით, რომ ხელი შეუწყო უბრალოდ. ხელი შეუწყო კი არა, არის რომ ლენინი წინააღმდეგი იყო. ხო. და იხვეწებოდა აი ორჯონიკიძე და სტალინი. გინდა თუ არაო ოკუპაცია უნდა მოახდინოთ. ლენინზე ისე გამომივიდათ ის კაი რაღაცა თქვი, მაგრამ ფაქტია რა. ლენინი ამბობდა რამდენიც ვიცი რომ ამ წუთას არ ვართ მაგისთვის მზად, იმიტომ რომ სხვა ფრონტები ქონდა, ბევრი სხვა ფრონტები ქონდა ევროპაში და ამის გამო პოლონეთს ებრძოდა, პოლონეთთან წააგო, ზუსტად მაგის წინ წააგო პოლონეთთან ომი და ის მე-11 თუ ორივე არმია არის, რომელიც პოლონეთში დამარცხების შემდეგ შემოვიდა საქართველოში. ანუ იქ პოლონეთში სხვანაირად როცა იყო საქმე, საქართველოს ბედი შეიძლება სხვანაირად წარმართული იყო, კაცვილი მარისის რაღაც ვარაუცო. ხადია შუაგულ ევროპა ყველაფრის დაპყრობა უნდა რუსეთს ყოველთვის და დღესაც ყველაფრის დაპყრობა უნდა. კონსტანტინოპოლი რო ჩვენი იქნებაო დოსტოევსკი წერს. კონსტანტინოპოლი რატო უნდა იყოს რუსეთის კაფიც პოლონეთის? დააზრა გემები ხო 69 სხვა ამბავში წავედით ახლა თორე ბრიტანეთი ჩაუდგა შუაში თორე ეს რო დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის ომი და ოსმალეთი ძალიან გაღარიბებული იყო ყველანაირად დასუსტებული კონტრიბუციის გადახდის თავიც აღარ ჰქონდა. ბათუმი არის, ბათუმი ძალით კი არ აქვს რუსეთს დაპყრობილი. ბათუმი ფულში არის. მილიარდ 400 მილიონი რაღაცა და ის რა კონტრიბუცია მე გაწეული ზარალისთვის, ანუ რუსეთმა გამოუცხადა ომი. ძალიან გრია დაარბია, აოხრა და მე კიდე კონტრიბუცია დააწერა და ბერლინის საზავო კონფერენცია არის ამ დროს დღევანდელი გაერო და დაეთანხა. და ამასობაში ადგა და ისქნა რა ქვია. ბოსფორისკენ დაძრა რუსეთმა გემები და ბრიტანელები, რომელიც ამ დროს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო არის დედამიწაზე, გააჩერა, თორე ჩვენია ისა. კონსტანტინოპოლი ამტკიცებდა. ხო და ამ დროს შენი პატარა საქართველო მისთვის არაფერი არ არის, ისი დაპყრობა. ხალხო, ისა. მედია მომავლის საქართველო ისეთი იქნება, რომ რუსეთი რა არისო იკითხავენ რა რუსეთი რომელია იყო ასეთი ქვეყანა ყოფილა რომ აუხსნიან რომ აღარ იარსებია დაშლილი დასუსტებული იქნება რუსეთი აღარ უნდა იყოს ანუ იყოს სხვა ფორმით რა დაშლილი დასუსტებული რუსეთი აღარ ერქოს ხაშური მაგალითად იყოს კაცო რუსეთი იყოს რაღაცა ისეთი ცივილური სახელმწიფო და არა ეს ოკუპანტი და ომის დამნაშავე და საშინელი რაღაცა წარმონაქმნი. ხო, დღეს როგორი სახიდაც არის რუსეთი? მთელი ცივილური საფრთხე შემცველი ქვეყანა, საზოგადოება, პოლიტიკა და ასე ყველაფერია რა. ესეთი რუსეთი ხო, არ უნდა იყოს ნამდვილად. ხალხო, ეს არის ბაზრის უბანი, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო ბაზარი. ოსმალური პერიოდიდან მოყოლებული მე საბჭოთა პერიოდშიც და დაახლოებით რამდენი წელი იქნება რაც აიღეს და იმიტომ არის ასე გადატვირთული გამუდმებით ის რაღაცა ინერციით არის დარჩენილი ეს ხიდვა ბაზრობები და რაღაცეები და როგორც ყველა ბაზართან, ყველა ქალაქში, ყველა ბაზართან ნახაც ისეთი ის არის დომხალი. თან ამას ემატება ის რომ აქ ადიოდა სწორედ ეს რკინიგზა და
ეს რკინიგზა ეს და ეს პერიოდი მე მახსოვს. სადღაც ერთი პერიოდი გახსოვს? აქ რო რაღაცები იყო ამ სახლის უკან. ამ სახლის ადგილში ბაზარი იყო გახსოვს? დაახლოებით ერთი 30 წლის 20 წელი. უკან. არა, მიშა რომ მოვიდა მე დაანგრიეს. პლაზასთან. პლაზას ადგილას იდგა ბაზარი. მართალია, ხო. დაახლოებით 20 წლის უკან დაშალეს, ხო. აწყობდა აი ამ ნომერში აქ ზურვარი ამის იქჩის ესველი. პირველ ნომერი ძეგლია ხოთაშორის. ხო, იქ ცხოვრობდა ჩემს. ახლა ამ კორპუსში ვარ წინ. აი, იდეა შეგვიძლია დავასრულოთ ამ მონაკვეთის ჩაწერა და შემდეგი მონაკვეთები სხვა დროისთვის გადავდოთ. ხო არ თხოვოთ საზოგადოებას როგორც ცნობილი იუთუბერები იტყვიან ხოლმე დავდოთ ეს YouTube-ზე კი არის შავი და რაღაც უმსგავსი ხო დარწმუნებული ვარ ხმაც ცუდი იქნება მაგრამ იქნებ დავდოთ და იქნებ ვინმეს დაინტერესოს და თვითონ დაიწყო. არა გითხრას რა გადავიღოთ რა ინტერესებს იქნებ ვიცით ახლა ყველაფერი ხო ჩვენც არ ვიცით ამ პირიქით იქნა დაანებეთ არ გამოგდით ეგ საქმე მეტი აღარ გადაიღოთ არაფერი შეიძლება ხო, მაგრამ მე რამე დაიცი, რომ ამ ადამიანებს ვიცოდნენ, თქვა თუ დავდებთ და ვინც ნახავს, რა მიზანი გვაქვს ჩვენ, ანუ ამას არ ვაკეთებთ რაღაც სიამოვნება, მივანიჭოთ ვიღაცებს. რაღაცა წყაროს უქმნით. საუკუნის შემდგომი თაობისთვის მაგალითად, ხო, რაღაც რა და მივმართავთ და უგზავნით ერთგვარად რაღაც მასალას, რომელიც შესაძლოა ვიღაცას დაჭირდეს კვლევის დროს. ან ისე დააინტერესოს საიდან მოდის როგორი იყო 100 წელს წინანდელი ბათუმი. ამისთვის ვაკეთებთ, რომ წვალება არ დაჭირდეს და რაღაცა გქონდეს ისეთი ცოტა მნიშვნელოვანი რესურსი. კი ბატონო. საკუთარი საჭიროების, ანუ ეს არის ჩვენი მიზანი. მე ძალიან სიამოვნებს, ოსოს ხოლმე 100 წლის უკან გადაღებულ ვიდეოებს, მათ შორის ფოტოებს, ძალიან სასიამოვნო და აი შოთას საინტერესო. რის გამოც აი თქვენ მეგობრებს შემოგთავაზეთ დღევანდელი ტური, ეს იყო რომ აი უცებ წარმოვიდგინე რომ როგორც მე მსიამოვნებს 100 წლის უკანდელი ფოტო ან ვიდეოს ნახვა, ხო წარმოვიდგინე რომ 100 წლის შემდგომ მომავალ საქართველოს შეიძლება ეს სიამოვნოს დღევანდელი ბათუმის ნახვა, როგორი იყო, რა შვებოდა. ანუ ახო მხოლოდ შენობებზე არ არის საუბარი, საზოგადოება ადამიანები როგორ გამოიყურებიან, ხოლმე რა აცვიათ, როგორ მოძრაობენ. მე აი როდესაც ზებრა გადასასვლელზე ვაჩერებ ხო მანქანას ამ ნაწილსაც შეხედავ ხო ის დააგდებენ ვინაჩერებს ვინ არა პარკინგი საერთოდ როგორ საერთოდ ჯამში მეტნაკლებად ინფორმაციას მიიღებს მოვალთაობა როგორ ცხოვრობს დღევანდელი ბათუმი. აი ეს რაც კადრში ჩანს, ეგ აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება რა. რაღაცებს დაანგრევენ. აი მანქანა რომელიც ახლა ჩანს ხო კადრში, რამდენიმე წლის შემდეგ ხო ეს მანქანების ნასახი არ იქნება. აბსოლუტურად სხვა დიზაინის მანქანები შემოვა და საინტერესო იქნება უკვე დღეს რაც ჩვეულებრივად თანამედროვე მიგვაჩნია, აღმოჩნდება რომ არაფრის მთქმელი კადრიც კი ახლა რომელიც ახლა ამ წუთას ჩანს, გახდება საინტერესო, იმიტომ რომ ისტორიული ღირებულება მოემატება, შეიძლება კულტურული ღირებულებაც კი მოემატოს და ეგ არის ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში სხვა არაფერი. კი შეიძლება რაღაცები არ მოგეწონოთ, მაგრამ მე მგონი 4 ნაჭერი გადავიღეთ ახლა ერთი ამოსუნთქით. სულ რაღაც 1 საათს. და გვერდებით რომ შემდეგ დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას და შევეცდებით რომ მეტი ვიდეო მოგაწოდოთ. სო ვიდეო არქივი შექმნით ბათუმის შესახებ და უფრო კონკრეტული და უფრო საინტერესო რომ პირველი გამოსვლა იყო ახლა დღეს ჩვენთვის და სპონტანურად მოძრავდით ახლა და შემდეგ დღეებში რაღაც გამოსვლები გვექნება ხო? აი და ის იდეა იყო ახლა მაგალითად გათიშვილი ქონდა კამერა, ყავის რიგში ვიყავით და მაინც ვერ დავლიეთყავა, რომ ვერ ვასწრებთ ახლა მაგალითად ძირითადად მაინც რაღაცა ქუჩებზე, ქსელებზე, განაშენიანებაზე, ისტორიაზე ვილაპარაკეთ და ფეხით გავივლით და კამერით შესაბამისად და მოვყვებით იმას, რა ქვია, ეხლა რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ადამიანი რომელიც ახლა მოდის, ასეთი ადამიანები უბრალოდ აღარ იარსებიან. ასეთი გარეგნობის, ასეთი ჩაცმულობის, ასეთი გამომეტყველების და უბრალოდ საინტერესო იქნება. თვალსაზრისითაც და მომდევნო ვიდეოს გადავიღებთ
ხელით ვიქნებით, ანუ ქვეითა და ხელით შეგიქნება კამერა და გადავიღებთ შენობებს, ცალკეულ შენობებს, რაც ჯერ კიდე გადარჩენილი არის ამ ცუდი ბიძიების ხელში და ცალკეული შენობების ისტორიებს მოვყვებით. მადლობა ყურადღებისთვის. ნაზირ ამის ხوار დაამატოთ. ხო, არა, მე მგონი უბრალოდ მინდა რომ ძალიან მკაცრადაც, შეხვდებიან ამ ჩვენ პირველ მცდელობას და ნამუშევარს, იმიტომ რომ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი მიზანი არის კეთილშობილური. ანუ ეს უნდა იყოს როგორც სასარგებლო, ისე საინტერესო და ამ მრავალ დეტალს აღმოაჩენთ ამ ნამუშევარში, თქვენ თუ არა რაღაცა იქეთ ჩემს გონითაობები, მაინც რომ მათთვის იქნება საინტერესო და შესაძლოა რაღაცა საქმიანობის პროცესში გამოსაყენებლადაც კი იყოს მნიშვნელოვანი მათთვის. აი ეს არის მადლობა. და ძალიან ბევრი რამ გაქვს დაკარგული მაყურებელო თქვენ გეუბნებით, რომ ვერ ხედავთ რა ტექნიკური საშუალებები გვაქვს ეს კამერა დამაგრებული, რომელიც ახლა მოდი ფოტო გადავუყოთ, ხო და აი ჩვენი მობილურით და შემდეგ როგორღაც